მოგესალმებით. ორივე ქვეყნის აღზრდა ინტერესებს ძალიან და რაც შეიძლება სერიოზული შეფასება. და პასუხი. ეს ძალიან არასასიამოვნო თემაა, მაგრამ ეს მაქსიმალურად კორექტულად დავშალმით. როდესაც კაცი, მამაკაცი, მოზარდით როგორც საკუთარ მამას ეცილება საკუთარი დედის მფლობელობაში. მედი ამისთვის ვერბალურად. და აი შობების დამოკიდებულება ამ ყოველდღიურ იქ არის ზოგთან შეჩვევის მომენტი, ზოგთან არის საერთოდ არანაირი რეაქცია, ზოგს ეამაღებაკიდებს მოაბაი სხვანაირად უნდა მოხდეს. კაცის მამებს ძირითადად და აი შობების სარდულებენ ეს შობისა და შობის დაშვებულ შეცდომებს ურთიერთობაში გამოფარულად და შობისმოქმედია და ეს თუ შეიძლება რომ ამას უბრალოდ კონკრეტულად ჯერ მოვიდა და შობლებს რაღაც მაქსიმალურად იქჩევა აიგება ან მიეცეს რომ ანუ განმოდულებულობა ეს საკუთრება და იმედი არავინ ისტორიული რაღაც არაბოეთულებმა ბოდიშვეთი ეგ არის ჩემი საზრით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნაყოფი, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ერის შინაგან სულიერ მდგომარეობას, აქ სულიერ მდგომარეობაზეა საუბარი. როდესაც ბევრი მტირალი დედა მინახავს მე, ბევრი როგორ რამდენიმე მაინც, რომელმაც შემთხვევით მოისმინა საკუთარი შვილის აი ამგვარი საუბარი ან ტელეფონზე ან ვიღაცასთან ქუჩაში და შემთხვევით გახდა მომსწრე. საერთოდ ჩვენ სიტყვას ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ. სიტყვა არ არის უბრალოდ რაღაც ჰაერის რხევა, ბგერები, ეს არის ჩვენი სულის ენერგია, განივთებული ბგერაში. და როდესაც მით უმეტესად გულიდან ამოდის და ექსტრემალურ სიტუაციაში ამოანთხევ რაიმეს, ეს ნიშნავს, რომ შენი შინაგანი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, იგი ჩვევაშიც გადასულია, მაგრამ უბრალოდ ჩვევა არ არის. და ეს იმდენად გათავისებული აქვს ადამიანს და შესიზღორცებული აქვს, იმდენად მისი ბუნების ნაწილი ხდება საკუთარი მშობლის ამგვარი შეურაცხყოფა, რომ როცა კი ადამიანები მერე ცდილობენ ამისგან გათავისუფლებას, ეს მათ ძალიან ხშირად ვერ ხელეწიფება. არ გამოუდით ამისგან გათავისუფლება. ამაში ძალიან ბევრი რამე შეიძლება, ეს შეიძლება საკმაოდ სერიოზული კვლევის საგანიც კი იყოს, მაგრამ თუმცა შეიძლება მარტივადაც, უпроსტოდ მოკლედაც შეიძლება ითქვას ამის შესახებ. აქ თქვათ აღზრდასთან დაკავშირებით იყო, რა თქმა უნდა, არა მარტო კომუნისტების პერიოდში, კომუნისტების პერიოდში იყო ბევრი პლუსი ის, რომ ის თაობა, რომელიც იმ პერიოდში ცხოვრობდა, წინა თაობის შვილები იყვნენ, რომლებიც სხვანაირი ზნეობრივი ღირებულებებით ცხოვრობდნენ. ამიტომ ეს ტრადიცია, ზნეობრივი ცხოვრების ტრადიცია, მათში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაგრამ მათ ეს ბოლომდე ვერ გადასცეს თავიანთ შვილებს, აი ქვას რო ჩააგდებს წყალში და ტალღები რომ ნელ-ნელა მცირდება. აი ეს ღირებულებები ნელ-ნელა მცირდება, იმიტომ რომ ზნეობრივი ღირებულებების გაძლიერება ხდება სწორედ სულიერი ცხოვრებით და ადამიანის მიერ გააზრებით თუ რა არის საერთოდ ადამიანური არსების ცხოვრების საზრისი. და ამიტომ ჩვენ შემდგომ მივიღეთ ისეთი აი მაგალითად ეს ყველაფერი შეეხება მარტო საკუთარი დედის შეურაცხყოფას არ ეხება. მაგალითად მამაჩემის თაობა, ეს არის იგი 30 წელში იყო დაბადებული, 1930-ში. მამაჩემის თაობის თბილისელები ერთმანეთს თითქმის არაგინებდნენ ერთმანეთს. მამაჩემის თაობის თბილისელებში ვერ ნახავდი, რომ 5 კაცი ერთ კაცს ცემდა. ისინი ერთ-ერთზე ჩხუბობდნენ. და მამაჩემის თაობის თბილისელებში თითქმის არ არსებობდა მკვლელობა. შემდგომში ეს ყველაფერი როგორ განვითარდა ძალიან კარგადაც ვიცით. როგორ დაიკარგა ეს რაინდული სული ქუჩაში ძალიან ხშირ შემთხვევაში. როცა გინება გახდა უპირველესი იარაღი ადამიანთან ურთიერთობაში. და მე უკვე ეს კიდევ უფრო განვითარდა ბჭყალებში მინუსისკენ და ბოლოს მივიღეთ ასეთი საშინელება, რასაც საკუთარი მშობლის შეურაცხყოფა ქვია. და ეს ხდება იმიტომ, რომ აი ის მუხტი რაც არსებობდა, რომელიც კვებავდა ჩვენი ერის ზნეობრივ ფასეულობებს, ნელ-ნელა
მიილეოდა იმიტომ რომ მისი კვლავ დამუხტვა განახლება არ ხდებოდა ათეიზმის ბრალია კი ბატონო მაგრამ იცით ათეიზმი ციდან არ ჩამოვარდნილეს ჩვენ თუ შევქმნით როდესაც თაობა საკუთარ მშობელს ამგვარად შეურაცხყოფს ეს არის ერთგვარი ქვეცნობიერი სხვადასხვა ეს ერთ-ერთი ღვთისმეტყველმა თქვა თანამედროვე და რაღაცნაირად გავიზიარე ერთ-ერთი ქვეცნობიერი შეურაცხყოფა უბრალოდ დამოკიდებულება შურისძიება მოდი ესე ვთქვათ მშობლისადმი ქვეცნობიერი რომელიც რა თქმა უნდა არ ამართლებს ამ ადამიანს რომელიც ამგვარად იქცევა მაგრამ ეს არის ქვეცნობიერი შურისძიება მშობლისადმი რომელმაც მას ამ შვილს ყველაზე მთავარი არ ასწავლა შვილო რას ნიშნავს იყო ადამიანი რა არის შენი ცხოვრების მიზანი როგორც ადამიანის აი ყველაზე მთავარი არის პატიოსნებას ასწავლის მშობელი შვილს მაგრამ თვითონ შვილი ხედავს თვითონ მშობელი ისე არ ცხოვრობს ვერც ცხოვრობს რომ მოინდომოს ზნეობრივ ღირებულებებს მეტნაკლებად უნერგავს ყველა დედა თავის შვილს და მამა მაგრამ კითხვაზე პასუხი კითხვას თუ რატომ უნდა ვიყოს ზნეობრივი ამაზე პასუხი არ აქვს ანუ ყველაზე მთავარს არ ვაწყდით ამ დროს უნდა დაგვავიწყდება გარე სამყარო რომელიც იმის გამო რომ უფრო და უფრო სეკულარული ხდება და ჩვენ ეს მოგწონს რაღაც გაგებით სეკულარული საზოგადოება შეიძლება ძალიან კარგიც არის მაგრამ მეორეს თუ შეხედე ყველაზე მთავარი საგან ხდება ის დაცლილი გვეშენი არა რომ ის მთავარი შეიძლება მოძალადი აღმოჩნდეს ამიტომ სეკულარიზმი გვინა ის მთავარი თუ ის ნამდვილი არასოდეს არ მოგულისხმობს სულიერ ფასეულებებს სულიერ ცხოვრებას ის არასოდეს არ არის მოძალადი მაშინ ის სულიერი აღარ იქნება და ნელ-ნელა ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ მე ჩაკეტილი წრე იყო ნახსენები აქ ჩაკეტილი წრე რომ მშობლებმა გაზარდეს შვილები კიდე უარეს გაზდიან და ასე შემდეგ ეგ იმ შემთხვევაში იქნებოდა მართალი და სწორი ღმერთი რომ არ არსებობდა ჩვენ ყველას გვავიწყდება ძალიან ხშირად რომ სამყაროს შემოქმედი ყავს რომელიც ცოცხალი ღმერთი არის ცოცხალი და რადგან ღმერთი არის და ცოცხალი და რადგან იგი ადამიანად მოვიდა ამიტომ არ შეიძლება ვიგულისხმოთ რომ ადამიანი მიტოვებული შარაგზაზე გაგორებული რაღაცა პამიდორებით არის უკაცრავად ამ შედარებას რომელიც შეიძლება შემთხვევით გაიჭკლიტოს ყოველი ადამიანი ღვთის განსაკუთრებული განგებულების ქვეშ იმყოფება ამიტომ ყოველი ადამიანი რა საზოგადოებაში არ უნდა აღიზარდოს რა უღმერთო ურწმუნო გნებავთ უზნეო მშობელმა არ უნდა გააზარდოს რა საშინელ მდგომარეობაში არ უნდა მოვიდეს ეს ადამიანი როცა ქვეცნობიერად შურს იძიებს თავის უღმერთო მშობელზე და აი ამგვარი ფორმით გამოხატავს ქვეცნობიერად კიდევ გულისხმობ ვამბობ ამას ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი ადამიანიც ამ მდგომარეობაში ყოფი ადამიანის რომელმაც ესე იგი აღსდამ ვერაფერი ვერ მისცა საშინელი ჩვევები აქვს გარემო საშინელი მდგომარეობა აქვს ესე იგი ეს უზნეობა გარყვნილება ყველაფერი მის თავზეა მიუხედავად ამისა იგი ღვთის განსაკუთრებული განგებულების ქვეშ არის როგორც აბსოლუტურად უნიკალური არსება რომლის მსგავსი არ დაბადებულა და აღარც დაიბადება და ყველა ადამიანზე განსაკუთრებულად მუშაობს ცოცხალი ღმერთი რომ მან საკუთარი თავი დაინახოს რომ მან დაინახოს და მიხვდეს რომ ღმერთი არის და აი ამის მერე რაღაც შეცვალოს და გამოსავალი აი ამ ორივე კითხვას რო გავაერთიანო რა არის გამოსავალი ეხლა მე საერთოდ როცა ამას ვამბობ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ეს ეგრე იმიტომ ამბობს რომ მღვდელია მე ესე იმიტომ ვიფიქრე და მღვდელი იმიტომ გავხდი რომ დავინახე რომ არის ღმერთი და რადგან ღმერთი არის როგორ შეიძლება და მე ცხოვრება ისე გამეგზელებინა ეს არ ნიშნავს რომ ვინც დაინახავს რომ არის ღმერთი და არის ღმერთი ყველა სასულიერო პირი გახდეს მაგას არ ნიშნავს მაგრამ ცხოვრება თუ დაინახა ფაქტი დაინახა არა თვალით არამედ მთელი შინაგანი არსებით რომ არის ცოცხალი ღმერთი რომელიც მამაა და დაინახა მისგან მოსული ქრისტე რომელიც მე ძმას მიწოდებს და აქედან გამომდინარე მე მაქვს კადნიერება ღმერთს მამა უწოდო როცა ეს დავინახე მე რაღაცა უნდა შევცვალო და ამის შესაძლებლობა აქვს ყველას და ამიტომ ვამბობ ესე არა როგორც ღმრთელი არამედ როგორც ადამიანი რომელმაც თავის დროზე ეს არჩევანი გავაკეთე რომ გამოსავალი ერთადერთი იმიტომ რომ ადამიანი რამდგომ გლებში რო ჯუნგლებში რო აცხოვრო იქაც აქვს მას გამოსავალი არასოდეს არც ერთი ადამიანი მიტოვებული არ არის სხვა საკითხია ჩვენ ამას სასულიერო პირები როგორ ვაკეთებთ რა ხარისხით და რა მაგალითს გაძლევთ თქვენ მე ვიცი
დღეს ხშირად ლაპარაკობენ იმ პრობლემებზე, რაც ეკლესიაში არსებობს. გამერწმუნეთ, თქვენ არც ერთ მარიცით ის პრობლემები, ის მანკიერებანი, რომელიც ეკლესიის ადამიანურ ნაწილში არსებობს. ეკლესია რადგან ქრისტეს სხეულია და რადგან ქრისტე ღმერთკაცია, ამიტომ ეკლესიაც ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, მისი ღვთაებრივი ნაწილი ხელშეუხებელია, ხოლო ადამიანური კი ჩვენა ვართ და პირველ რიგში სასულიერო პირები და ერის ადამიანებიც, რომლებიც მონათმული და მაზიარებელი არიან. ყველაზე მეტად თქვენზე უკეთესად მე ვიცი რა პრობლემები არსებობს. ამიტომ სრულად ვიღებ ამ პასუხისგებლობას, ჩვენ ბევრ რამეში ვართ სასულიერო პირები, დამნაშავეები, მაგრამ მე რო რაღაცას ვაშავებ და რაღაცას ვამბობ ისეც, ან ვაკეთებ, რაც მოსაწონი არ არის, ეს ქრისტეს არ უსწავლები. და ამიტომ ამბობ, როცა ვსაუბრობ, რომ ჩვენ უნდა სხვანაირად შევხედოთ ამ ყველაზე მთავარს, მე გულისხმობ არა რომელიმე სასულიერო პირის, თქვათ, სწორ ან არასწორ საქციელს, არამედ ქრისტიანულ ღირებულებას, როგორც ასეთ. გამოსავალი სწორედ ამაში. საერთოდ ეხლა ჩემთან თუ მოვა, ან როცა მოსულა მშობელი ამ პრობლემით, რომ მე გავიგე, რომ ჩემი შვილი ესე ამბობს, მე როგორც სასულიერო პირი ვეუბნები, რომ მიზეზი შენშია. ახლა ყველას გვახსოვს ჩვენი პოეტის სიტყვები, ხო, რომ სასიკვდილო მე ვარ, ხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზდიხარ. მიზეზი შენშია, ჩემი შვილის უზნეო საქციელი, მიზეზი ჩემში უნდა ვეძებო. ანუ არ მივეცი იმას, ის რაც უნდა მიმეცა ბავშვობიდან, მე წეღან ვეთქვი. პირდაპირ ეხება, პირდაპირ გულისხმობ აქ სწორ სარწმუნოებრივ აღზრდას, ცხოვრების საზრისი მიზანი და აი ხლა რაღა დროსია მეტყვის ადამიანი, როგორ არა? ყველაფერი ღვთის ხელში არ არის, შენ დაიწყე, ოღონდ დაიწყე საკუთარი თავიდან. შენ როცა აი არ მოგწონს ხო გარე სამყარო, მისი ერთ-ერთი გამოვლინება, რომ შენი შვილი ამგვარად იქცევა. ქრისტიანის დამოკიდებულება არის ესეთი. შემიძლია თუ არა შევცვალო მე გარე სამყარო. ადამიანები, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ, არასწორად ფიქრობენ, არასწორად იქცევიან და გარემო სიტუაცია ასე შემდეგ, როგორ არ შემიძლია? როგორ? საკუთარი თავის ცვლილებით იწყება გარე სამყაროს ცვლილება. არსებობს არაქრისტიანული მიდგომა, ამას რევოლუციური მიდგომა ქვია. როცა შენ ყველაფერ შენს გარეთ იწყებ მოქმედებას და ყველაფერს ანგრევ. მაგრამ ეს ქრისტიანული თვალსაზრისით არასწორია. კიდევ ვიმეორებ, ქრისტიანული თვალსაზრისით, როცა შენ არ მოგწონს გარე სამყარო და გაქვს შინაგანი ამბოხი იმაზე, რაც ხდება, იწყებს საკუთარი თავის გამოსწორებას. რას ნიშნავს ეს? თუ არ ახარ ქრისტეს მოწაფე, ცდილობ გახდე, ხოლო თუ ხარ, ცდილობ გახდე კიდევ უფრო უკეთესი, იმიტომ რომ დასასრული, ანუ საზღვარი, ანუ სასრული ქრისტესთან ურთიერთობას, აი ამ ურთიერთობას ქრისტესთან შენს ურთიერთობას არ აქვს. და ამის კლასიკური მაგალითი ჩემთვის საქართველოს ისტორიაში არის ჩვენი წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. ისტორია მეტნაკლებად ვინც იცით, კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოახერხა გაუბედურებული ქვეყნიდან ძლევამოსული საქართველოს შექმნა დავითმა, როგორ მოახერხა და ეს მოახერხა სწორედ საკუთარი თავიდან. ეს იყო ადამიანი, რომელიც სწავლობდა ქრისტესთან ურთიერთობას, იგი ნანობდა საკუთარ ცოდვებს. ჩვენ გვახსოვს მისი გალობანი სინანულისანი. იგი ძალიან ღრმა სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. და ამის შემდეგ ეს შინაგანი მდგომარეობა, ძლიერი, ღმერთთან ურთიერთობით გაძლიერებული და ღმერთთან რწმენა, რომელიც როცა უფრო ძლიერდება, საკუთარ თავს ავლენს ღვთისადმი ნდობაში, ანუ იმედის გაძლიერება იწყება ადამიანში, რომელიც საბოლოო ჯამს სიყვარულით თავდება. ეს იმედი, რომელიც მასში დაიწყებს გაძლიერებას, როგორ ვლინდება გარე სამყაროში. იგი ქმნის პატარ-პატარა რაზმებს, რითაც ის ნელ-ნელა, რომლებიც სულ იმარჯვებენ და ნელ-ნელა ქართველ კაცს ეძლევა იმედი იმისა, რომ მას შეუძლია ის ძლევამოსილი და ურიცხვი მტერი, რომელიცაც მის სამშობლო დაპყრობილი ყავს, დაამარცხოს. მერე ჩვენ ვიცით რუისურბლის ისკრება და ბოლოს თბილისის აღება. ანუ შინაგანი ცხოვრებით ღმერთთან უფრო მეტი დაახლოებით იცვლება გარე სამყარო. აი ესე ადამიანთანაც, მშობელთანაც. შენ დაუშვი შეცდომა, შენი შვილის აი ამგვარად იქცევა. დღეს მაინც შეცვალე, შენი ცხოვრება მაინც შეცვალე. დღეს რომ ეგების უფალმა დაინახოს შენი ღვაწლი, საკუთარ თავზე სინანული და მერე შენ შვილსაც დაეხმაროს.